მეგობრებო, დღეს რასაც მინდა შევეხო, ძალიან ხშირად მომისმენია, გამიგონია, ძალიან ხშირად უთქვამთ. Სხვადასხვა ეს ბოლო დრო ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. მოწაფეობა, სულიერი მხარის განვითარება, ქრისტეს ბუნების ზიარება, დიდება უფალს. იცი უამრავი ადამიანი ამბობს, აი სიყვარული არ არის, სიყვარულის დეფიციტია, სიყვარული ვერ დავინახე. მე მინდა შეგეკითხო, სიყვარული რა გგონია? სიყვარული რა არის? სიყვარული გრძნობაც არის. სიყვარული ადამიანური სენტიმენტიც არის. ქრისტემ თქვა, თუ თქვენი მოყვარულები გიყვართ, რა არის ამაში გასაოცარი? წარმართებით სხვას ეიქცევიან. თუ თქვენ ისინი გიყვართ, ვინც თქვენ სიკეთეს გიკეთებენ, ამაში არაფერია განსაკუთრებული, ეს ყველა შეუძლია. ეს ადამიანური ბუნებაა, მეგობრებო. გასაგებია? მაგრამ ქრისტე ნახე რას ამბობს? ქრისტე ამბობს, რომ აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენ საკუთარ თავზე და შეიყვარეთ. მტერი როგორ უნდა გიყვარდეს? ამიტომ ის რაზედაც ქრისტე ლაპარაკობს, ეს სენტიმენტი აღარ არის. ეს გრძნობა აღარ არის. ეს პასუხისმგებლობაა. მეორე რჯულის მეექვსე თავის მეოთხე მუხლი. შმა ისრაილ, ადონაი ელოჰენუ, ადონაი ეხად. ისმინე ისრაელ, უფალი ჩვენი ღმერთი, ერთი უფალია. და მე წერე და შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალით და მთელი შენი არსებით. და იცი ჩვენ ხშირად, ჩვენ ადამიანები ვართ და სასურველს არსებულად ძალიან ადვილად ვასაღებთ. ჩვენ ვამბობთ, გვიყვარს, მე ღმერთი მიყვარს, გუშინ ღმერთის მტერი იყავით, დღეს ღმერთი გიყვარს. და როგორ, რანაირად? საიდან? როგორ გიყვარს, საიდან გიყვარს? არც კი ფიქრობ ამაზე, რას ნიშნავს გიყვარდეს უფალი შენი ღმერთი. იმიტომ გიყვარს, შენ გინდა რომ გიყვარდეს და გიყვარს. მაგრამ იცი ხშირად ჩაიხედე სარკეში, შეხადე შენს თავს და უთხარი, მართლა გიყვარს ღმერთი? მართლა გიყვარს ღმერთი? როცა ცხოვრებაში დგება რაღაცეები, როცა ყველაზე წინ დგება რაღაცა, ეს არის სიყვარული. შეყვარებულის როლის თამაში ყველა შეუძლია. იცი ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ამას ვეძახით ხშირად, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, მეგობრებო, სიყვარული არ არის სენტიმენტი. სიყვარული არ არის გრძნობა. იმიტომ რომ მე დღეს მიყვარს, მაგრამ ღმერთმა არქნას და თუ რამეში ვერ შევთანხმდი და მე გაჩვენებ სიყვარულს. იმიტომ რომ მე მიყვარს სანამდე ის კარგია ჩემთვის. გასაგებია? მაგრამ როგორც კი რაღაცა ისე აღარ წავა, ჩემი სიყვარული იქ მთავრდება და უკვე სხვა რაღაცეები ვითარდება. მე მანამდე მიყვარს, ეს ეგოისტური სიყვარულია, სანამდე ეს კარგები არიან ჩემთვის. მაგრამ როგორც კი ჩვენ შორის აზრი იყოფა, ჩემი სიყვარული იქ მთავრდება და ეს არ არის სიყვარული. ქრისტე ამბობს, შეიყვარე ისინიც კი, რომლებიც რადიკალურად შენ წინააღმდეგ არიან. მე დღეს მინდა გელაპარაკოთ ზუსტად რომ სიყვარული ეს არის ღვთის ბუნება. სიყვარული არის ერთ-ერთი ღვთის ბუნება, რომელსაც მიღწევა ჭირდება. ეს მარტო ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული. მე მიყვარს, მე არ მიყვარს. ეს ის სიყვარულია, რაც გრძნობა არის, რაც ანგარება არის. ხშირად ჩვენ ანგარებით გვიყვარს. გვიყვარს იქამდე, სანამდე მოგწონს. და იცით ადამიანები ხშირად ამას რით ამართლებენ და რით პასუხისმგებლობას კი არ იღებენ თავის თავზე. სიყვარულზე კი არ ფიქრობენ რა არის სიყვარული. იმაზე ფიქრობენ თავისთვის რა არის კარგი. ვერც უნდა რომ ბედნიერი ვიყო. გააჩნია ბედნიერებას რა განიჭებს. გააჩნია ბედნიერებას რა განიჭებს. ნარკომანებს ბედნიერებას წამალი ანიჭებს. ლოთებს ბედნიერებას ღვინო ანიჭებს. მრუშებს ბედნიერებას მრუშობა ანიჭებს. შენ რა განიჭებს ბედნიერებას? წმინდა წერილი ამბობს და თქვა ღმერთმა, შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. არსი და საფუძველი ყველაფრის ეს არის. და თქვა ღმერთმა, შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და 27 მუხლი ამბობს და შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ისინი. ჩვენ შექმნილი ვართ ღმერთის ხატებად და მსგავსებად. ჩვენ ღმერთის ბუნებით უართ ამ დედამიწაზე და ბედნიერებას მხოლოდ მასში ვპოვებთ. დიდება უფალს. როგორც არწივი ვერ იქნება ოკეანეში, როგორც თევზი ვერ იქნება ზეცაში, ასევე ჩვენ მის გარეშე
ვერ უნდა ვიგრძნოთ თავი კომფორტულად და ბედნიერად, მაგრამ თუ ღმერთის მაგივრად ეშმაკს ეზიარები, მაშინ ყველაფერი ეშპაკური გაგაბედნიერებს. მაშინ აღვირახსნილობა გაგაბედნიერებს. მაგრამ ეს დაგღუპავს სინამდვილეში კი არ გაგაბედნიერებს, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი არსება და ჩვენი ნაწილი. ვიღაცა მოგვატყუა და ამით გამოვკვება და გვითხრა რომ თითქოს ეს ბედნიერება. იცი ადამიანები ხშირად ერთხელ ერთმა მითხრა მე თავისუფლება მინდა. გააჩნია თავისუფლებას რას ეძახი. რასაც ხშირად თავისუფლებას ეძახიან ეს მონობა. მონობა გრძნობების და მეტი არაფერი. დიდება უფალს. რომ გიყვარდეს, ფასი უნდა გადაიხადო. ღმერთი რომ გიყვარდეს, ფასი უნდა გადაიხადო. მოდი ავიღოთ მეორე პეტრეს წერილი, პირველი თავი მეხუთე მუხლიდან. მოდი მესამე მუხლიდან წავიკითხოთ. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრე ეკლესიაში, მაგრამ დღეს ვეცდები უფრო ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ამას. ისე როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც ღვთისმოსაობისა და ცხოვრებისათვის გვჭირდება. მისი შემეცნებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისკენ მოგვიწოდა, რომელთა მიერაც მოგვანიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი და მათი მეშვეობით ვხდებით, გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და განვერიდებით რა გულისხმებით გამოწვეულ გახცნილებას ამ ქვეყანაზე. ნახეთ? ღმერთი ამბობს, რომ რა მოგვანიჭა მან მოგვანიჭა უაღრესად დიადი აღთქმები, რომელ აღთქმებსაც როცა ვეზიარებით, ამ აღთქმების ზიარები ჩვენ ღვთის ბუნების ზიარი ვხდებით. გასაგებია? და ეს არის გარანტია, რომ წუთისოფლის გახცნილებას გავერიდოთ. სხვანაირად ვერ გაერიდები. სხვანაირად შანსი არ გაქვს. სხვანაირად იქ ცხოვრობ. როგორც ერთი ქართული ანდაზა ამბობს, კაჭკაჭიო სიბინძურეში იჯდაო და კუდი ქონდა აწეულიო, არ დავისვარო. არა და სიბინძურეში იჯდა. იცი ხშირად ჩვენ ასე ვართ. თუ ღვთის ბუნების ზიარი ვერ ხდები, ავტომატურად წუთისოფლის გახცნილებაში ცხოვრობ. სხვა შანსი არ არსებობს. უბრალოდ შეიძლება კარგი ნიღაბი გაქვს. წმინდათა ჩვენებ თავს. მაგრამ არ არსებობს. არ არსებობს ასეთი რაღაცა. ეკლესიის და ღმერთის გარეთ იცხოვრო წმინდად, არც ერთი შანსი არ არსებობს ამის. ეს გამორიცხული არის. აქ წერია, რომ მხოლოდ ერთი საშუალებაა წუთისოფლის გახცნილებას განერიდო. ეს არის ღვთის ბუნების ზიარება, აღთქმებთან ზიარება. და ეხლა დაუკვირდით, იმისთვის რომ აღთქმებს ვეზიარო, რა უნდა გავაკეთო? მინდა აღთქმებთან თანაზიარება, მინდა წუთისოფლის გახცნილებას გავერიდო, მინდა, იცი რამდენჯერ მქონია უკიდურეს მარხვებში შევსულვა. ახალგაზრდა კაცი ვიყავ. ვიცი რო არ უნდა შევცოდო. ვიცი. ჩვენ ნიღბების მორგება ვისწავლეთ. როგორ შევნიღბო და როგორ დაუმალოთ ის. ღმერთის მეტმა რო არავინ არ იცის, მაგრამ ღმერთმა ხო იცის. რა მნიშვნელობა აქვს? ამიტომ წუთისოფლის გახცნილებას რო გაერიდო, ერთი საშუალება არის ღვთის ბუნების თანაზიარება. კიდე ერთხელ ვამბობ, უკიდურეს მარხვებში შევსულვა. 3 დღე, 4 დღე. ღმერთო მიშველე, ღმერთო გამანთავისუფლე. და რამდენად მარხვებში შევდიოდი, ეს გრძნობა კიდე უფრო ღვივდებოდა ხოლმე. ფიქრობდი, ღმერთო, როგორც ესაიაში წერია, რისთვის მარხულობ თუ პასუხს არ აქვს? რატო ვიტანჯავ თავს? თუ ეს რაღაცეები, მაგრამ ღმერთის თითი მიგვითითებს რაღაცაზე და ღმერთი გვეუბნება, ეს საკითხები ასე არ გვარდება. თავის დაძაბუნებით და თავზე მტვერის დაყრით, როგორც იესო ნავესი იწვა იქ ნაგავში, მტვერში. თავზე ნაცარ დაყრილი. თავზე ნაცრის დაყრით ეს საკითხები არ გვარდება. ეს საკითხები გვარდება მომისმინე და ნაბიჯები გადადგი. ამით. და ზუსტად ეს წერია აქ. მეხუთე მუხლი. ამიტომ ასე იწყება. და ამიტომ სიტყვა ამიტომ რას გეუბნებოდ? დაფიქრდით ამაზე. რატო ვაკეთებ ამას? ამიტომ რომ აი ეს მინდა რომ მივახციო და ამიტომ ვაკეთებ ამას. ეხლა თუ მეოთხე პუნქტს წაიკითხავთ, მეოთხე მუხლს წაიკითხავთ, მეოთხე მუხლში წერია ღმერთმა მოგვანიჭა უაღრესად დიადი აღთქმანი, რომელთა მეშვეობით ღვთის ბუნების ზიარი ხვდებით და გავერიდებით წუთისოფლის გახცნილებას. ამენ. და მე წერია ამიტომ, ესე იგი ის რომ მოხდეს, ამიტომ ეს უნდა გააკეთო. გასაგებია? გასაგები ხდება?
და ეხლა ნახეთ მეხუთე მუხლი და ამიტომ ყოველი ღონე იხმარე. რუსულში წერია სიტყვა უსერდიე. ანუ ყველაფერი შესაძლებელი, მთელი გულმოდგინება, მთელი არსება ჩადე ამაში. ყოველი ღონე იხმარე. აი ბოლო ამოსუნთქვაც კი რო დაგრჩა, იმასაც რო იქ მიახარჯავ. წმინდა წერილი ამბობს ყოველი ღონე იხმარე. ყველაფერი შესაძლებელი გააკეთე და წერია რომ წარმოაჩინო შენს რწმენაში სათნოება. ქართულ თარგმანში წერია სათნოება. სიტყვა სათნოება ნიშნავს მოსაწონს. სათნო ნიშნავს მოსაწონს. ანუ წმინდა წერილი ამბობს ყოველი ღონე იხმარე რომ შენი რწმენა გახდეს მოსაწონე. პირველ რიგში ღმერთისთვის რა თქმა უნდა. ბერძნული სიტყვა არესტოს. ამ სიტყვას ბერძნულიდან თარგმნიან როგორც უპირატესობა. ანუ საქმე ისე უნდა აკეთო, რომ ზეხარისხში იყოს ნაკეთებელი. ანუ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ შენი რწმენა ისე რა კი არა. გაკეთდეს იცი ზე აღმატებულ ხარისხში. ყველაფერი უნდა იყოს ჩადებული ამაში. პირველი ნაბიჯი ეს არის. ზეხარისხში ნაკეთები იცი რას ნიშნავს? კუნჭულსაც რო არ დატოვებ. ყველგან რო შენი გული და თვალი შედ და აი მართლა ახლა ღმერთები არავინ არა ვართ, ყველას გვაქვს რაღაცა ჩვენი, მაგრამ როცა ყველაფერს ჩადებ და მთელი გულით რო რაღაცას გააკეთებ. აი ეს არის რწმენა, რომელიც მოსაწონია. როგორია შენი რწმენა? კითხე შენს თავს. წმინდა მოციქული პავლე ამბობს, ისინი როცა გარბიანო, ყველაფერზე უარს ამბობენო, თავს იკავებენ იმისთვის, რომ მიაღწიონ ხწნად გვირგვინს. ჩვენ უხწნადისთვის ვიბრძვითო. რაოდენ მეტი უნდა იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა. წმინდა წერილი ამბობს, რომ ვეცადოთ ჩვენ რწმენაში აი ეს წარმოვაჩინოთ. და მე რო ხშირად ვაკვირდები რაღაცეებს. მე რო ხშირად უყურებ რაღაცეებს. არ დაგივალებია და არავის დაუვალებია. ხანძარი რო გაჩნდეს ხშირად, არ დაუვალებია ჩააქრევა და არავინ ჩააქრობს. ღმერთო ჩემო, სად არის ჩემი რწმენა როგორი არის? იცი, წმინდა წერილი ამბობს, ეცადე შენს რწმენაში აი ეს წარმოაჩინო, შენი რწმენა იყოს ასეთი. შენი რწმენა იყოს, იცი, აი მოპასუხე სულ ყოველთვის ღმერთის საჭიროებაზე მოპასუხე. დავიღალე ეხლა და იცი როგორ არის ხოლმე ხშირად. ადამიანი რო ვაკვირდები ხოლმე დამოკიდებულებას. საკითხი არის პასუხგასაცემი. რაღაც საკითხია. ბრძოლა არის მოსაგები. მე წავედი. მე წავალ რა. მეც რო წავიდე. ყველა რო წავიდეს. მაშინ როგორ იქნება? ხშირად ადამიანების დამოკიდებულებაში ზუსტად ამას, რა ჩემი საქმეა? თუ დამარცხდებით, დავმარცხდით. მე არ მეხება ეს. მე წავალ. წმინდა წერილი ამბობს, იმისთვის რომ მიაღწიო ღმერთის აღთქმებთან ზიარებას, იმისთვის რომ მიაღწიო ქვეყნიერების გახცნილებისგან თავის დაცვას და არიდებას, ყოველი ღონე იხმარე, შენ რწმენაში რაღაცეები წარმოაჩინო. ყოველი ღონე იხმარე, შენ რწმენა შესძინო ეს უპირატესობა, ეს აი სიდიადე. პავლე მოციქული ამბობს, მე ყოველივე ძალმის, ჩემი გამაძლიერებლის მიერ. იცი, ერთხელ ერთი მთა იყო ასაღები. და მოსი ამბობს, ვინ წავა ამ მთის ასაღებად? იქ მტერი იყო გამაგრებული. და ყველა უკან იხევდა. იესონავეს ეუბნება მოსეს, გამიშვი და ავიღებო. და მოსე ეუბნება, შენ უკვე მოხუცებული ხარ. იესონავეს ეუბნება, შენ გამიშვი და მე გაჩვენებ, რომ ჩემი რწმენა არ დაბერებულა. მე გაჩვენებ, რომ არაფერს ნიშნავს ჭაღარა. ამას წინათ ვკითხულობდი ერთხელ სოციალურ ქსელში. ასაკი მხოლოდ რიცხვებია, ეს მართლა ესე. იმიტომ რომ როცა ღმერთის მიმართ რწმენით არის შენი გული აცგერებული და ცხელი ხარ ამით, შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება. ამიტომ ეცადე შენს რწმენაში წარმოაჩინო. ჩვენ გვაქვს ერთი კარგი საგალობელი, ლომს იუდას ტომეს. მთელი დიდება. წმინდა წერილი ამბობს, ყოველი ღონე იხმარე, ყველაფერი გააკეთე, რომ წარმოაჩინო შენს რწმენაში. იცი, მე დავამტკიცებ. მე შევძლებ.
მე მოვიგებ ამ ბრძოლას. მე აუცილებლად გავაკეთებ ამას. იცი ეს არ არის აკვიატები. ის არიან ადამიანები, ვინც აიკვიატებენ ხოლმე რაღაცას. და მას რწმენას ეძახიან. რწმენა აკვიატება არა. რწმენა არის ღმერთის გულიდან აღებული რაღაც. რწმენა არის საერთოდ ვისაც წამს ის არ ლაპარაკობს ამაზე ძალიან ბევრს. ის დგას და მიდის ამ მიმართულებით. თუ მე მინდა და ღმერთი ჩემთან არის, სამყარო რო ჩემი წინააღმდეგი იყოს, მაინც იმ მიმართულებით წავალ. თუ ღმერთი ჩვენ ცხოვრებაშია. მაგრამ საქმე ის არის ხშირად, ჩვენ ავიკვიატებთ რაღაცას და მე ცუდად მთავრდება რაღაცები. რწმენა არ არის აკვიატება. რწმენა არის ღმერთის მოსმენა. ღმერთის ხალხის მოსმენა, ქრისტეს სხეულის მოსმენა, მასთან ანგარიშვალდებულებაში შესვლა და იმ მიმართულებით დინება და სვლა. წმინდა წერილი ამბობს, პირველი პუნქტი, ეცადეთ წარმოაჩინოთ თქვენს რწმენაში სათნოება. მეორე პუნქტი, სათნოებაში შემეცნება. შემეცნება. ბერძნულში წერია გნოზის. სიტყვა გნოზის ნიშნავს ცოდნას. ეცადე შენს რწმენაში, შენი რწმენა შეუმეცნებელი კი არ იყოს, გაუაზრებელი კი არ იყოს, აკვიატებული კი არ იყოს. შემეცნებით იყოს ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა შევიმეცნოთ და გავიგოთ ვის ვემსახურებით. ვის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულება. ანგარიშვალდებულება ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაღაც არის ჩვენ ცხოვრებაში. შემდეგ მსახურებაზე ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. უბრალოდ დღეს ამ ორ საკითხს შევეხეთ, ეს მოვასწარეთ. პირველი, სათნოება, მეორე, შემეცნება. იცი, ეს ყველაფერი ჩვენ გვამზადებს იმისთვის, რომ მივხვდეთ რა არის სიყვარული. და დაუმკვიდრდეთ სიყვარულში. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ ერთმანეთი გვეყვარება, ამით წუთისოფელი მიხვდება, რომ ღმერთის მოწაფეები ვართ. მაშინ მრუშებსაც უყვართ ერთმანეთი. ისინი რა ღმერთის მოწაფეები არიან? არა, სიყვარული რაც აქ არის ლაპარაკი, ეს სხვა სტანდარტია. ამიტომ თუ გინდათ ეს კარგად გავიგოთ, დავალების სახით 1 კორინთელების 13 თავი წაიკითხეთ. რა არის სიყვარული, რაზედაც პავლე მოციქული ლაპარაკობს. იმ დანარჩენ 5 პუნქტს ჩვენ შემდეგ მსახურებაზე ვილაპარაკეთ. მაშასე დღეს ორ ნაწილად ქონდა მსახურება. პირველი, ჩვენ ქონდა სწავლება შესაწირავზე. როგორ უნდა მიუდგეთ შესაწირავს. როგორი განცდა უნდა მქონდეს მასთან. როგორ დამოკიდებულებაში უნდა ვიყო მასთან. მეორე არის განვითარება ჩვენში ღვთისმოსაობის ბუნების. სიყვარულის განვითარება ჩვენში. სიყვარული არის მე გადავწყვიტე რომ მიყვარს და მიყვარს და მე გადავწყვიტე აღარ მიყვარს და აღარ მიყვარს. ეს სიყვარული არ არის, ეს ეგოიზმია. ეს გრძნობა არის, რომელიც ხან არის და ხან არ არის. მაგრამ სიყვარული მუდმივია, ის მარადიულია. როგორც ღმერთია მარადიული, ასევე სიყვარულია.